მე მყავს ოჯახი, მყავს ორი შვილი და თავიანეთ. ნელა ცოტა შეკარგზავდა. ამას ისეთი მუსიკა არის რა. დენენენენა. მე მყავს ოჯახი, მყავს ორი შვილი, მუშაობდი მონურ სამსახურში, მქონდა მიზერული ხელფასი, მაგრამ ეს იყო ის кейსი, რომ ვერ თავისუფლდებოდი მოკლედ ამ მარწუხებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ მქონდა ძალიან ბევრი ვალდებულებები ბანკში, როგორც ყველას და ასე შემდეგ. ანუ ვიყავი кейსის, ჩემ წინაშე იდგა кейსი, რომ ანუ უნდა ისევ მეზრუნა რომ აქ ამ მონურ სამსახურში დავწინაურებული ყავი და რაღაცა ჩემ კარიერაზე მეზრუნა, ან ხელი უნდა ამეყვა ამ ყველაფერზე და გამეკეთებინა ჩემი საკუთარი ბიზნესი და იდეაში მაგი ეგ არის ჩემთვის საამაყო, რომ გავრისკე მაშინ ძალიან რთული იყო რამოდენიმე პერიოდი, რაღაც გარკვეული პერიოდი, 3 თვე, 4 თვე, ძალიან ბევრი უძილოღამე მქონდა ჩემ გარშემო ადამიანები მაკრიტიკებდნენ, რომ ისევ სულელური ნაბიჯი გადავდგი, მონური სამსახური ჯობია და ასე შემდეგ. სამსახურებს რა თქმა უნდა, ანუ სკეპტიკურად არ უყურებ. კარგია უბრალოდ საქართველოში დამსაქმებელს უნდათ რომ ადამიანებმა, ერთმა ადამიანმა რაც შეიძლება დაბალ ხელფასად შეასრულოს ძალიან ბევრი საქმე. ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა ზუსტად ესეთი მიდგომით მე მადლობელი ვარ ჩემი დამსაქმებლისგან, იმიტომ რომ ესეთი მონური დამოკიდებულებით მეკცეოდნენ და ზოგადად ეკცეოდნენ ყველას. ძალიან ბევრი რაღაცა ავითვისე, ძალიან ბევრი რაღაცა შევისწავლე და დამიგროვდა ის ცოდნის მარაგი, რომ ჩემთვის, ანუ ეს ჩემი გამოცდილება, ჩემივე კეთილდღეობისთვის გამომეყენებინა და გავიდა რაღაც პერიოდი, როდესაც ეს საქმე წამოვიწყეთ და მივედით იმ შედეგამდე, რომ ყველა მაყოფილია ჩვენ გარშემო და ის ადამიანები, რომლებიც მაკრიტიკებდნენ, ძალიან მიხარია მათთან შეხვედრა ხოლმე და რაღაცნაირი სახეებით რომ მიყურებენ. რამე ციგნებს თუ კითხულობ ბიზნესის დარგში? ან თუ წაგიკითხავს, იმას ორ ურჩევდი, რომ ეს ციგნი ძალიან გამოგადგება. მოიცა? ვინ? ტელეკარანტინი. სამაგიტო ციგნია შეიძლება. ვერ გითხო. მოიცა? რა ქვია? ტელეკარანტინი როგორ მომეყოთ მეგობრები და როგორ არის? ბიჭო, ბევრია პროცენტი. აი ეგ არის პრობლემა. ტელეკარანტინის როგორ? ტელეკარანტინი